გამარჯობა. ვიწყებთ ტრენინგების კურსს რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში. აღნიშნული ტრენინგი ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის 35 დაადგენილებას რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ. ტრენინგი მსმენელს საშუალებას აძლევს გაეცნოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრინციპებს, მის საფეხურებს და იმ ინფორმაციას, რომელიც მოცემული უნდა იყოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში. ტრენინგი მსმენელს გააცნობს პოლიტიკის ფორმირების პროცესში ზეგავლენის იდენტიფიცირებისა და შეფასების პრინციპებს. ტრენინგის მონაწილე ასევე გაეცნობა იმ კვლევით მეთოდებს, რომლებიც განსაკუთრებით გამოსადეგია ანალიზისას. ტრენინგის ბოლოს მსმენელები გაეცნობიან რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ხარისხის შეფასების პრინციპებსა და მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ტრენინგი შედგება 11 მოდულისგან. თითოეული მოდულის მსვლელობისას და მის ბოლოს მოცემულია ცოდნის შეფასების ტესტური შეკითხვები. ეს შეკითხვები ქულებით არ ფასდება და ემსახურება მსმენელის მიერ მასალის უკეთ ათვისებას. ტრენინგის ბოლო ეტაპი მოიცავს საბოლოო ტესტურ შეფასებას, რის საფუძველზეც მსმენელები მიიღებენ კურსის გავლის სერტიფიკატს. ტესტური შეფასება მომზადებულია 3 სფეროს გარშემო: ეკონომიკა, სოციალური პოლიტიკა და გარემოს დაცვა. მსმენელს ექნება საშუალება წინასწარ აირჩიოს მისთვის საინტერესო სფერო. შესავალი რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში. პირველი მოდული. შესავალი რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში გაძლევთ საწყის წარმოდგენას RIA-ს, მისი ძირითადი პრინციპებისა და მეთოდოლოგიური მოთხოვნების შესახებ. ამ სესიაში ჩვენ შევეხებით რამდენიმე ძირითად საკითხს. რას ემსახურება რეგულირების ზეგავლენის შეფასება? რატომ ახორციელებენ საჯარო უწყებები რეგულირების ზეგავლენის შეფასებას? რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის სახეები და როდის გამოიყენება თითოეული მათგანი? RIA-ს ანგარიშის სტრუქტურას, ინსტიტუციურ პასუხისმგებლობებს რეგულირების ზეგავლენის შეფასებისას. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ RIA პოლიტიკის ფორმირების პროცესის ნაწილია, რომელიც უშუალოდ ზეგავლენების იდენტიფიცირებისა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, RIA-ს პროცესის მიზანია დაეხმაროს გადაწყვეტილების მიმღებს აირჩიოს ქმედების საუკეთესო გზა პრობლემის გადასაჭრელად. მაგალითად, თუ ვცდილობთ ავტომობილებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურების პრობლემა გადავჭრათ, RIA-ს საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ გამოსავლის რამდენიმე გზა. ანუ ალტერნატივა და შევაფასოთ, რომელია მათგან საუკეთესო. კარგად ორგანიზებული RIA-ს პროცესი და შესაბამისად ანგარიშიც უნდა იძლეოდეს ინფორმირებული, სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კარგად მომზადებული RIA-ს ანგარიში უნდა პასუხობდეს საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და სფეროს პროფესიონალების კრიტიკულ შეკითხვებს. რატომ ვახორციელებთ RIA-ს? ნებისმიერი რეფორმის განხორციელებას საფუძვლად უდევს გარკვეული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა. სწორედ ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად ვცდილობთ შევიტანოთ ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკაში. როგორც მანამდე ვახსენეთ, RIA არ არის მხოლოდ კვლევითი ანგარიში. ის პოლიტიკის ფორმირების ორგანული ნაწილია. RIA-ს ფუნდამენტური ნაწილია იმის დასაბუთება, რომ პრობლემა მართლაც არსებობს. ამ დროს აუცილებელია პრობლემა ნათლად დავახასიათოთ, შევისწავლოთ მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები. შემდგომ ხდება პრობლემის გადასაჭრელად ჩარევის აუცილებლობის დასაბუთება და იმის დემონსტრირება, რომ ჩაურევლობის გარეშე პრობლემა თავისით არ მოგვარდება. შემდეგ ეტაპზე RIA პასუხობს, როგორია ჩარევის სხვადასხვა ალტერნატივა და რომელია ამ ალტერნატივებს შორის პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა. რამდენადაც RIA თავად პროცესია, არსებობს 4 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნდა წარმოვადგინოთ ის ანგარიშის ფორმით. RIA-ს დოკუმენტირება ხელს უწყობს რეალური შედეგების აღქმას, რაც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებებს და საჯარო მოხელეებს. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტები ან საერთაშორისო შეთანხმებები შესაძლოა ითვალისწინებდეს სახელმწიფოს არაერთ მიზანს. RIA-ს საშუალებით შესაძლებელი ხდება გადაწყვეტილების მრავალი სხვადასხვა მიზნის გაერთიანება, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა ურთიერთსაწინააღმდეგოც იყოს. გარდა ამისა, კონსულტაციების პროცესით შესაძლებელი ხდება საზოგადოების ფართო ჩართულობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა. ეს საშუალებას გვაძლევს წინასწარ განვსაზღვროთ ის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების დროს შეიძლება წარმოიქმნას, ან ის კრიტიკული შეკითხვები, რაც საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს. შედეგად RIA პოლიტიკის ფორმირების პროცესს უფრო პროგნოზირებაც გახდის.
ბოლოს ანგარიშის მომზადებითა და პრიორიტეტების დოკუმენტირებით ხდება მთავრობის ანგარიშ ვალდებულების გაუმჯობესება, რომ განხორციელებულმა რეფორმამ მიაღწიოს მოსალოდნელ შედეგებსა და ზეგავლენას. იმისთვის, რომ შევაფასოთ, რამდენად კარგად არის რეგულირების ზეგავლენის შეფასება მომზადებული, როგორც წესი, ვუყურებთ რამდენიმე სტანდარტულ მოთხოვნას. პირველი, როგორც ვახსენეთ, არის პრობლემის სათანადოდ დასაბუთება, რაც აუცილებელია ჩარევის საჭიროების დემონსტრირებისათვის. მეორე, რასაც ვაქცევთ ყურადღებას, არის რამდენად თანხვედრაშია პოლიტიკის მიზნები პრობლემასთან და რამდენად ცხადად არის მიზნები იდენტიფიცირებული. ამ პროცესში უკვე მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცია და მათგან ინფორმაციის მიღება, რაც საშუალებას აძლევს რიას ავტორებს მოახდინონ როგორც პრობლემის სათანადოდ განსაზღვრა, ისე მიზნების ცხადად დასახვა. შემდეგ აუცილებელია ინტერვენციიდან მომდინარე ზეგავლენები სათანადოდ იყოს აღწერილი და დასაბუთებული. ბოლოს აუცილებელია შეფასდეს არაერთი, არამედ რამდენიმე ალტერნატივა. ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო მეორე მხრივ საშუალებას ქმნის დაინტერესებულმა ჯგუფმა დაინახოს თუ როგორ მოხდა პოლიტიკის ფორმირება და საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა. ამ დროს ასევე ხდება საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ალტერნატივები განიხილებოდა პოლიტიკის ფორმირებისას. არსებობს შემთხვევები, როდესაც რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. ასეთია მდგომარეობა, როდესაც გადაწყვეტილებები ძალზედ სწრაფად უნდა იყოს მიღებული. გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გასაჯაროება არ არის საჭირო, ან კანონმდებლობა ძალზედ ზოგადი და ყოვლის მომცველია. ამიტომ რია არ ტარდება მაგალითად საგანგებო სიტუაციებისას ან ომის დროს. აგრეთვე რია არ ტარდება ყოველწლიურ და ყოვლის მომცველ კანონმდებლობაზე, როგორიც არის სახელმწიფოს ბიუჯეტი. გარდა ამისა, რიას არ ახორციელებენ უსაფრთხოების კანონმდებლობაზე. თუმცა პოლიტიკის კვლევის და ზეგავლენის ანალიზის ამ მეთოდების გამოყენება შესაძლოა რელევანტური იყოს უსაფრთხოების კანონმდებლობისთვისაც, თუ გამოვრიცხავთ საჯარო კონსულტაციების განხორციელებას და დოკუმენტის საჯაროობას. რიას ანგარიშს ხშირ შემთხვევაში სათანადოდ მალე არ იწყებენ, ან მას იწყებენ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ. ეს არასწორი პრაქტიკაა. რია სასურველია ყოველთვის დაიწყოს, როგორც კი გარკვეული პრობლემის იდენტიფიცირება მოხდება, ან მასზე მუშაობა გადაწყდება. რიას ანგარიშის მომზადება სწორედ პოლიტიკის ფორმირების საწყისი ეტაპიდანვე თან უნდა სდევდეს პროცესს და უნდა ასახავდეს მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკურ ჯაჭვს. ანგარიშის მომზადება საკმარისი ინფორმაციის პირობებში სულ ცოტა 3 თვე სჭირდება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ რია არ არის უბრალოდ გადაწყვეტილების ხარჯების შეფასება, ამიტომ საჭიროა საკმაო დრო ინფორმაციის ანალიზისა და კვლევითი პროცესისთვის. გადავდივართ უშუალოდ რიას პროცესის აღწერაზე. რიას პროცესი როგორც წესი 6 ეტაპისგან შედგება, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს ანგარიშის 6 თავს. ამ ეტაპების გავლისას მუდმივად ხდება მონაცემების შეგროვება და ანალიზი. გარდა ამისა, ამ პროცესს მუდმივად თან სდევს კონსულტაციები, რომელიც ასევე აუცილებელია მონაცემების შესაგროვებლად. რიას პროცესი იწყება პრობლემის განსაზღვრით და დასაბუთებით. ამას მოჰყვება პრობლემიდან გამომდინარე რეფორმის მიზნების დასახვა. პრობლემის იდენტიფიცირებისა და მიზნების განსაზღვრის შემდეგ შესაძლებელი ხდება პოლიტიკის ალტერნატივების ფორმირება, რომლებიც წინა ეტაპის შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს. პირველი 3 ეტაპის შემდეგ ზეგავლენის შეფასებისთვის საკმარისი ინფორმაცია უკვე არსებობს. ამ დროს იწყება ზეგავლენის თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზი. რამდენადაც ეს ანალიზი მრავალ კრიტერიუმსა და ინდიკატორს მოიცავს. მეხუთე ეტაპზე ხდება ალტერნატივების ერთმანეთთან შედარება მრავალ კრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდით. ბოლო ეტაპი კი რეფორმის განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხებს მოიცავს. რია სწორედაც, რომ ურთიერთდამოკიდებული ანალიტიკური ეტაპებისგან შედგება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში გამორიცხულია წინა ეტაპთან მიბრუნება და ანალიზის წინა ნაწილების გასწორება, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ანალიზისას უფრო გვიან გამოვლინდა. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რიას გარკვეული ანალიტიკური ეტაპი გავლილია, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს წინა ეტაპზე დაბრუნება. საქართველოს მთავრობის 35 დადგენილების რიას მეთოდოლოგიის შესახებ მეოთხე მუხლი მოიცავს იმ ძირითად პრინციპებს, რითიც უნდა ხორციელდებოდეს რია. ეს პრინციპები შეგვიძლია მოკლედ შევაჯამოთ შემდეგნაირად.
საჭიროება. რამდენად მიზანშეწონილია ინტერვენცია საზოგადოების საჭიროებისთვის. ეფექტიანობა და პროპორციულობა. რამდენად პროპორციულია ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ პრობლემასთან დაკავშირებით. მაგალითად, ძალიან მცირე პრობლემები არ უნდა მოვაგვაროთ ძალიან ძვირი ან რადიკალური ნაბიჯებით. შესაბამისობა ზოგად მიდგომებთან. სახელმწიფო პოლიტიკა არ განისაზღვრება მხოლოდ კანონებით ან რიას ანგარიშებით. არსებობს ასევე სახელმწიფო სტრატეგიები და კონცეპტუალური პოლიტიკის დოკუმენტები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია რიას პროცესში. გამჭვირვალობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. გამჭვირვალობა რიას პროცესის აუცილებელი ნაწილია, რაც საშუალებას გვაძლევს ერთის მხრივ მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება გადაწყვეტილებების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ ვმართოთ მოლოდინები რეფორმებთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ რიას ყველა ანგარიშის მომზადება განსაკუთრებულ სირთულეებთან არ იყოს დაკავშირებული, არსებობს ანგარიშის ორი ტიპი: სტანდარტული და სიღრმისეული. სტანდარტული რია მოიცავს თვისებრივ ანალიზს და საჯარო ფინანსებზე ხარჯების რაოდენობრივ და თვისებრივ შეფასებას. ამ დროს ზეგავლენის შეფასება ძირითადად ხდება დასაბუთებული ნარატიული ტექსტითა და მონაცემების ანალიზით. სტანდარტული რიას დროს ხდება პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენის იდენტიფიცირება, თუმცა მისი რაოდენობრივი ანალიზი დეტალურად არ ხორციელდება. სიღრმისეული რია უფრო ფუნდამენტური კვლევაა. ამ დროს საჭიროა სიღრმისეული და თვისებრივი ანალიზი. პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების რაოდენობრივი ანალიზი და შედეგების მონეტიზაცია. მნიშვნელოვანია რეფორმებთან დაკავშირებული ხარჯებისა და სარგებლის დეტალურად იდენტიფიცირება, მათი განფასება. სიღრმისეული რიას განხორციელების დროს სიღრმისეულად ხდება ზეგავლენის როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი ანალიზი. სიღრმისეული და სტანდარტული რიას განსხვავებებზე მეტი ინფორმაცია მოცემულია ცალკე მოდულში. როდის უნდა განვახორციელოთ სიღრმისეული რია, განსაზღვრულია 35 დადგენილებით. სიღრმისეული რია ხორციელდება, როდესაც მოსაუძნელია განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა დარგზე ან ქვესექტორზე, ან თუ დაინტერესებულ მხარეებს შორის უთანხმოებაა. შესაძლოა აგრეთვე სტანდარტულმა რიამ გამოავლინოს, რომ საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს, რა შემთხვევაშიც სიღრმისეული რია ტარდება. გარდა ამისა, თუ ალტერნატივის განხორციელების ხარჯი 3 უწყვეტი პერიოდის მანძილზე 10 მილიონ ლარს აღემატება, საჭიროა სიღრმისეული რიას ჩატარება. რიას პროცესის დასრულების შემდეგ შედეგების გაერთიანება ხდება ანგარიშის ფორმით. ეს ანგარიში 35 დადგენილების მიხედვით 4 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია განმახორციელებელი უწყების შესახებ. ეს არის ინფორმაცია ან სამინისტროს ან ქვეუწყების შესახებ, რომელმაც განახორციელა ანალიზი. მეორე ნაწილში თავად რიას ანგარიში იწერება. აქ მოცემულია ინფორმაციის იმ ანალიტიკური ეტაპების შესახებ, რომელზეც წინა სლაიდებზე გესაუბრეთ. მესამე ნაწილში თავს იყრის ანგარიშის პროცედურული ეტაპები და ინფორმაციის შეჯამება დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შესახებ. მეოთხე ნაწილი კი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერასა და დანართებს ეთმობა. დანართების სახით რიას შესაძლოა თან ახლდეს დამატებითი გამოთვლები ან მონაცემები, რომლებიც ანგარიშის ძირითად ნაწილში ვერ მოხვდა, მაგრამ შესაძლოა საინტერესო იყოს მკითხველისთვის. საინტერესოა ასევე პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხები. საქართველოს მთავრობის 35 დადგენილებით განსაზღვრულია ის უფლებამოსილი ორგანოები, ვისაც ევალება რიას განხორციელება ინსტიტუციურად. რია შესაძლოა განახორციელოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ან თავად უწყებებმა დამოუკიდებლად. მათ შორის რია შესაძლოა საქვეუწყებო ორგანიზაციამაც განახორციელოს. გარდა ამისა, შესაძლებელია რიას აუთსორსინგზე გატანა და დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ მომზადება. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რიას განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ორმაგი ფუნქცია აკისრია. ერთის მხრივ მთავრობის ადმინისტრაციამ შესაძლოა თავად განახორციელოს რია უწყების შიგნით საჭირო რეფორმაზე, ხოლო მეორეს მხრივ მთავრობის ადმინისტრაცია ახდენს რიას ანგარიშების ხარისხის შემოწმებას, რასაც შევეხებით ბოლო მოდულში. საქართველოში რიას განხორციელების ფორმალური აუცილებლობა პირველად განხორციელდა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. ამ ცვლილებებით რიას წარდგენის ვალდებულება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის განისაზღვრა პარლამენტში კანონების წარდგენის შემთხვევაში.
ამ ცვლილებებით თავად რიას ანგარიში თავისი 4 ნაწილით განმარტებითი ბარათის ნაწილია. ის თან ერთვის განმარტებით ბარათს ნაცვლად კანონ-პროექტის მიღების მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების ქვეპუნქტებისა, რომლებიც ამ შემთხვევაში ცალკე აღარ დაიწერება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რიას სავალდებულოა მეთოდოლოგიაში დანართი ერთში მოცემულია კანონების ჩამონათვლისთვის. ეს სია შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს. სხვა კანონების პარლამენტში წარდგენისას კი რიას განხორციელება სავალდებულო არ არის.